მოგესალმებით მეგობრებო, ანონიმური ფაქტები ისევ თქვენთან არის. დღეს მინდა წარმოვიდგინოთ 12 ყველაზე ძვირად ღირებული ნივთიერება მსოფლიოში. ნომერი 1 ოქრო. ოქრო მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მეტალია. მისი საშუალო ფასია 1 გრამი 56 დოლარი. ოქროს იყენებენ როგორც სხვადასხვა სამკაულის დამზადებისთვის, ასევე კოროზიის წინააღმდეგაც. ნომერი 2 როდიუმი. როდიუმი არის ერთ-ერთი უძვირფასესი ნივთიერება, რომლის საშუალო ფასიც არის 1 გრამი 58 დოლარი. ძირითადად გამოიყენება კატალიზატორებში და აირების კატალიტიკურ ფილტრ-ნეიტრალიზატორებში. ნომერი 3 პლატინა. პლატინა არის ქიმიური ელემენტი, რომელიც იმყოფება ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის მეათე ჯგუფში. მკვრივი, ძნელად დნობადი, ძვირფასი მონაცისფრო თეთრი გარდამავალი ლითონი შესანიშნავია კიროზიისადმი მდგრადობით, მაღალ ტემპერატურებზეც კი. ნომერი 4 მეტამფეტამინი. მეტამფეტამინის საშუალო ფასი 1 გრამი 100 დოლარია. ძირითადად გამოიყენება წამლებში, განსაკუთრებით ნარკოტიკებში. ნომერი 5 მარტორქის რქა. შოვნა რა თქმა უნდა ძნელია, მით უმეტეს რომ მარტორქები გადაშენების პირას არიან. როგორც ცნობილია, მარტორქის კბილის საშუალებით ვიეტნამში რამოდენიმე ათასი ადამიანი სიმსივნისგან განიკურნა. თუმცა მისი რქა ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე კბილი. მარტორქის რქის საშუალო ღირებულება 1 გრამი 110 დოლარია. ნომერი 6 პლუტონიუმი. პლუტონიუმი არის მძიმე, მყიფე მოვერცხლისფრო თეთრი ფერის რადიოაქტიური ლითონი. პერიოდულ სისტემაში მიეკუთვნება ანტინოიდების ოჯახს. ძირითადად გამოიყენება ბირთვული იარაღების წარმოებაში. ბირთვულ საწვავად სამოქალაქო და კვლევითი დანიშნულების ატომურ რეაქტორებში და როგორც ენერგიის წყარო კოსმოსური აპარატებისთვის. პლუტონიუმი არის ასევე საკმაოდ მომწამლავი ნივთიერება. იწვევს კიბოს. მისი საშუალო ღირებულებაა 1 გრამი 4000 დოლარი. ნომერი 7 პაინიტი. პაინიტი ძალიან იშვიათი მინერალია. მრავალი წლის განმავლობაში დედამიწაზე ამ ნივთიერების მხოლოდ 3 კრისტალის არსებობის შესახებ იცოდნენ. 2005 წლისთვის კიდევ 25 კრისტალი აღმოაჩინეს. ასევე აღმოჩენილი იქნა ამ მინერალის საბადო. საშუალო ფასი 1 გრამი 9000 დოლარია. ნომერი 8 ტაფეიტი. ტაფეიტი მილიონჯერ უფრო იშვიათია ვიდრე ბრილიანტი. აღმოჩენილი იქნა 1945 წელს გრაფ ტაფეიტის მიერ. პატარა საბადოები ნაპოვნია ცეილონზე და ჩინეთში. საშუალო ღირებულება 1 გრამის დაახლოებით 2500 დოლარიდან 12500 დოლარამდე მერყეობს. ნომერი 9 ტრიტიუმი. ტრიტიუმის ბირთვი შედგება პროტონისა და 2 ნეიტრონისაგან. მას უწოდებენ ტრიტონს. ძირითადად გამოიყენება გასასვლელის exit ნიშნებზე. საშუალო ღირებულება 1 გრამის 30000 დოლარია. ნომერი 10 ბრილიანტი. ალმასი, რომელსაც დამუშავების ეგრეთ წოდებული ბრილიანტური დაწახნაგების საშუალებით აძლევენ სპეციალურ ფორმას. ბრილიანტური დაწახნაგება მაქსიმალურად გამოავლენს ქვის ბუნებრივ ელვარებას. ბრილიანტის მასას ზომავენ კარატებით. დამუშავებულ ქვებს იყენებენ სამკაულებად. უძვირფასესი ნივთიერების საშუალო ღირებულება 1 გრამი 55000 დოლარია. ნომერი 11 კალიფორნიუმი. კალიფორნიუმი არის ნივთიერება, რომელიც ძალიან ეხმარება ქიმიკოსებს სხვადასხვა გამოკვლევებში. კალიფორნიუმის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია ქიმიური ცდებისა და გამოკვლევების ჩატარება. ნივთიერება ჰაერში ძალიან ცოტა რაოდენობითაა. მისი მოპოვება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ფასიც შესაბამისი აქვს. საშუალო ფასი 1 გრამი 27 მილიონი დოლარია. ნომერი 12 ანტიმატერია. ანტიმატერია ატომის ყველაზე მარტივი ფორმაა, რაც 1 პროტონისა და 1 ელექტრონისგან შედგება. დღესდღეობით ვარაუდობენ, რომ დიდაფეთქებამდე ანტიმატერიისა და მატერიის თანაბარი რაოდენობა არსებობდა. მოხდა დიდი აფეთქება, რადგან თანაფარდობა დაირღვა და მატერია უფრო მეტი აღმოჩნდა ვიდრე ანტიმატერია. სწორედ ამის გამო წარმოიქმნა კოსმოსი და ჩვენც. დღესდღეობით ბუნებაში ისევ არსებობს ანტიმატერია და ალბათ ბევრი ახსნა არც სჭირდება იმას, თუ რატომ არის იგი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ნივთიერება. მისი ფასია 1 გრამი 62 ტრილიონი დოლარი. გამოიწერე ანონიმური ფაქტები და იხილე ვიდეოები ყოველ დღეს 3 საათზე. დღეისთვის კი სულ ეს იყო. ხვალამდე.